Ამოიდგინე რომ ახლა სუსტად ამ წამს დედამიწა გაჩერდეს. მოდი ნაბიჯ ვნახოთ რა დაემართება დედამიწას თუ ის შეწყვეტს ბრუნვას. მოგესალმებით ჩემო YouTube მეგობრებო, თქვენი ყოფებით ფუმფულა სახლზე, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ერთ კიდევ საინტერესო თემას განვიხილავთ. მანამ სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, მე კი პირობას გაძლევთ რომ ეს ვიდეო ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა არის ძალიან უცნაური, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო, რადგან იგი ეხება დედამიწის ბრუნვის შეჩერებას. არ ვიცი თქვენ გიფიქრიათ თუ არა ამაზე, თუ რა შეიძლება მოყვეს ამ ქმედებას, მაგრამ დამიჯერეთ, რასაც ამ ვიდეოში გეტყვით, ყველაფერი გასაოცარი და შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებთ აღნიშნული საკითხი, ამიტომაც მოდი უშუალოდ გადავიდეთ აღნიშნული საკითხის განხილვაზე. რა მოხდება თუ დედამიწა შეჩერდება? დედამიწის უეცარი შეჩერება გამოიწვევს გლობალურ კატასტროფებს საკმაოდ დიდ მასშტაბებში. პლანეტა მყისიერად გადაიქცნება შეუცნობად და მტრულ გარემოდ. პლანეტის უეცარი შეჩერების შედეგად გამოწვეული ინერცია წარმოქმნის უზარმაზარ ტარღებს, რომლებიც გადაულის მთლიან პლანეტას. ყველაზე ხილვადი, როგორც უკვე აღნიშნე, იქნება დედამიწაზე არსებული ნებისმიერი სხეულის ინერცია. დედამიწა ეკვატორზე ბრუნავს დაახლოებით 1600 კმ/სთ სიჩქარით. და თუ იგი შეწყვეტს უეცრად მოძრაობას, ყველა სხეული, რომელიც ამ პლანეტაზე იმყოფება, განაგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას. ანუ მე ახლა როდესაც ვზივარ უბრალოდ სკამზე, ჩემს კომპიუტერთან ერთად და ამ დროს დედამიწა შეწყვეტს მოძრაობას, მე უძრაოდ მყოფი სხეული დავიწყებ 1600 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას აღმოსავლეთის მიმართულებით. სწორედ ეს იქნება ის ინერციის ძალა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის უეცარი გაჩერებით. ასეთი ძლიერი ინერცია გამოიწვევს უამრავ გეოლოგიურ ცვლილებას. წარმოიქმნება უზარმაზარი, ასეულობით ფუტის სიმაღლის ტალღები, რომლებიც ქალაქებს უბრალოდ შთანთქავს. პლანეტაზე არსებული ქარები მიაღწევენ ექსტრემალურ სიჩქარეებს. იმაზე დიდ სიჩქარეებსაც კი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა კაცობრიობის ისტორიაში. არ არსებობს არანაირი ტორნადო, არ არსებობს არანაირი ქარიშხალი, ან ცუნამი, ან თუნდაც დამანგრეველი მიწისძვრა, რომელიც ამ ძალის და ამ ტრაგედიის შესაბამისი იქნება. ასევე აღნიშნული მოვლენა უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვნებაზე. მრავალი სახეობა მორგებულია კონკრეტულ კლიმატურ პირობებს და ახალ პირობებში მათ გადარჩენა შესაძლებელია გაუჭირდეთ. ადამიანები ასევე სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგებიან, რადგან სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული დედამიწის ბრუნვის ციკლთან. ბრუნვის შეწყვეტა ასევე ფუნდამენტურად შეცვლიდა დედამიწის გარემოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება იქნებოდა დღე-ღამის ხანგრძლივობებში. 24 საათიანი ციკლის ნაცვლად გვექნებოდა 6 თვე დღე და 6 თვე ღამე, რაც თავისთავად უამრავ პრობლემას გამოიწვევდა. მზის მხარე მუდმივად განათებული და თბილი იქნებოდა მზის სხივების მეშვეობით, ხოლო მეორე მხარე, სადაც მზის სხივები ვერ მოხდება, მუდამ ბნელი, ცივი და გაყინული. ოკეანური დინებები, რომლებიც ნაწილობრივ დედამიწის ბრუნვით არის განპირობებული, რადიკალურად შეიცვლებოდა. შესაბამისად, დინებების ცვლილება უზარმაზარ ცვლილებებს გამოიწვევდა ზღვის ცხოვრებაში. ასევე ყველაზე გასაოცარია ის ფაქტი, რომ დედამიწის ბრუნვის შეჩერება გამოიწვევდა თავად დედამიწის ფორმის ცვლილებას. ამჟამად როგორც იცით, დედამიწას აქვს ელიფსის ფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი პოლუსებთან ოდნავ გაჭიმულია და ოდნავ გამობურცულია ეკვატორზე. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ცენტრიდანული ძალის მეშვეობით. ცენტრიდანული ძალა არის ძალა, რომელთაც მოძრავი მატერიალური წერტილი მოქმედებს სხეულზე, რომელიც ზღუდავს წერტილის მოძრაობას და აიძულებს მას იმოძრაოს მრუდწირულად. სწორედ მისი მეშვეობით არის იგი ელიფსის ფორმის. შესაბამისად, ბრუნვის გაჩერებასთან ერთად პლანეტა ნელ-ნელა დაუბრუნდება იდეალური სფეროს ფორმას. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ გამოიწვევს გეოლოგიურ ცვლილებებს, უამრავ წყალდიდობას, უამრავ მიწისძვრას და ვულკანურ ამოფრქვევებს. ხოლო წყლის გადანაწილება პოლუსებისაკენ გააჩენდა ახალ ოკეანეებს და შეცვლიდა სანაპიროებს. გრძელვადიან პერსპექტივებში მოძრაობის შეჩერება ასევე გავლენას მოახდენდა დედამიწაზე არსებულ მაგნიტურ ველზე, რომელიც დამოკიდებულია პლანეტის გარე ბირთვში მდნარი რკინის მოძრაობის ტრაექტორიაზე. აღნიშნული ველი დედამიწას იცავს მზის და კოსმოსის გამოსხივებებისგან. მისი გაქრობის შემთხვევაში არსებობს რისკი და ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა გაიფანტოს ატმოსფერო, როგორც მაგალითად ეს მოხდა მარსზე. როგორც იცით, თავის დროზე მარსს ჰქონდა ატმოსფერო, რის შედეგადაც მარსზე იყო თხევად მდგომარეობაში წყალი, მდინარეები და ოკეანეებიც კი. დღეს კი ცივი, მშრალი და უსიცოცხლო პლანეტა
პლანეტა. შესაბამისად, თუ კი დედამიწაზე გაიფანტება ატმოსფერო, იგივე დაემართება დედამიწას, რაც თავის დროზე მარსს დაემალა. მოდი ახლა უშუალოდ ვისაუბროთ გადარჩენაზე და მომავალზე. ამ კატასტროფის შემდგომ გადარჩენა იქნება თითქმის შეუძლებელი. თავდაპირველად განადგურების ტალღას თანთქავს მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს. შემდგომ უკვე ექსტრემალური პირობები, მუდმივი ქარები, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი გამოსხივება და საკვების ნაკლებობა გახდებოდა გრძელვადიანი გადარჩენის დიდი გამოწვევა. მცირედ იზოლირებულად გადარჩენილი ჯგუფები თეორიულად შესაძლებელია არსებობდნენ, მაგალითად ღრმა მიწისქვეშა ბუნკერებში, სადაც თავდაპირველი დარტყმა ვერ მიაღწევდა, თუმცა ცივილიზაციის აღდგენის პერსპექტივა თითქმის შეუძლებელი იქნება. არასტაბილური გარემო, რესურსების ნაკლებობა და მუდმივი გეოლოგიური საფრთხე ნებისმიერ აღდგენას მნიშვნელოვნად შეაფერხებდა. თეორიულად მილიონობით წლის შემდეგ პლანეტა შესაძლებელია ნელ-ნელა დასტაბილურდეს. შესაძლებელია ახალი ბალანსიც კი შეიქმნას. მაგალითად განსხვავებული კლიმატური პირობებით და ექსტრემალურ პირობებზე მორგებული ეკოსისტემით. თუმცა დედამიწას, როგორცაც ჩვენ ვიცნობთ, ასეთი დედამიწა სამუდამოდ გაქრება. მის ადგილს დაიკავებს რადიკალურად შეცვლილი და ნაკლებად მეგობრული პლანეტა. გასაგებია თეორიულად რა მოყვება დედამიწის შეჩერებას, მაგრამ პრაქტიკაში შესაძლებელი არის თუ არა რომ დედამიწა შევაჩეროთ, ანდაც საპირისპირო მიმართულებით დავატრიალოთ. ძალა, რომელიც საჭირო არის დედამიწის ბრუნვის შესანელებლად, ან გასაჩერებლად, ან თუნდაც საპირისპირო მიმართულებით დასატრიალებლად, არის კოლოსალურად დიდი. თუმცა კიდევ უფრო ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ დროზე, რა დროშიც უნდა განხორციელდეს ეს პროცესი. იმისათვის რომ ეს კოლოსალურად დიდი ძალის მასშტაბები აღვიქვათ, უნდა ვიცოდეთ რომ 1000 ნიუტონი ეს არის ძალა, რომელიც დაახლოებით 1 ზრდასრული ადამიანის აწევას სჭირდება. დედამიწის ბრუნვის ერთ წამში შეჩერებას კი სჭირდება 7 გამრავლებული 1033 ხარისხი ძალა. ანუ 7 დეცილიონ ნიუტონ მეტრი თერქი ძალა. ეს სჭირდება ერთ წამში შესაჩერებლად, ხოლო თუ გჭირდება რომ ახლა საპირისპირო მიმართულებით დავატრიალოთ იგივე სიჩქარით, ერთი ამდენი ძალა კიდევ ზევიდან დაგვჭირდება. გასაგებია რომ ამხელა ძალა სჭირდება ჩვენი პლანეტის გაჩერებას, მაგრამ არსებობს ამ სამყაროში რაიმე ძალა, რომელიც მოახერხებს და თეორიულად გააჩერებს დედამიწას. სცენარი, რომელსაც ახლა მე თქვენ გიამბობთ, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია. თუ კი გალაქტიკაში არსებული მთვარის ფორმის და მასის მქონე სხეული დედამიწას შეეჯახება კონკრეტული სიჩქარით და კონკრეტული კუთხით, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ძალა შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს დედამიწის ბრუნვის შესაჩერებლად. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა და მხოლოდ თეორიული გაგრძელება და თეორიული ახსნა აქვს. ჩვენ ახლა საუბრობთ თუ რა შეიძლება მოყვეს დედამიწის უეცარ გაჩერებას, მაგრამ ეხლა ლოგიკური კითხვა. დაუშვათ და იგი არ გაჩერდა მყისიერად და გაჩერდა ნელ-ნელა. რა ხდება ამ შემთხვევაში? განსხვავება მხოლოდ დროშია. პროცესები, რომელიც მყისიერ გაჩერებას მოყვება, ანალოგიური იქნება ნელ-ნელა გაჩერების შემთხვევაში. უბრალოდ ეს ყველაფერი გაიწელება დროში და მოხდება ეტაპობრივად. შეიცვლება თუ არა გრავიტაცია. ძირითადად გრავიტაციული ცვლილება არ მოხდება, რადგან გრავიტაცია დამოკიდებული არის მასაზე. პლანეტის მასა არაფერ კავშირში არ არის მის ბრუნვასთან. შესაბამისად, იგი იგივე დარჩება. მაგრამ თეორიულად შეიძლება გარკვეულ წერტილებში მცირედი ცვლილებები გამოიწვიოს. ასევე საინტერესოა დედამიწის ბრუნვის შეჩერება რაიმე გავლენას მოახდენს თუ არა მზის ორბიტაზე. სინამდვილეში დედამიწა მზის გარშემო ბრუნვას ისე განაგრძობს, როგორც მანამდე განაგრძობდა. და მაინც შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს რაიმე სასარგებლო ცვლილებები დედამიწის ბრუნვის შეჩერება. თეორიულად კი, თუ ჩვენ უპირატესობას ჩავთვლით იმას, რომ მან შესაძლოა გააჩინოს დედამიწაზე ახალი ეკოსისტემა, ანდაც ახალი მინერალები, მაგრამ კატასტროფული შედეგები ამ ყველა უპირატესობას გადაფარავს. იმედია მოგეწონა ვიდეო, იმედია ისიამოვნე, იმედია ახალი ინფორმაცია მიიღე. თუ მოგეწონა ვიდეო, რა თქმა უნდა დალაიქო. თუ არხი ჯერ არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე, რადგან ჩემი მაყურებლების 90%-ს არხი არ აქვს გამოწერილი და მე ძალიან დამეხმარები ამით. იმედია ყველაფერი გასაგებად და კარგად ავხსენი. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდა, აუცილებლად დამიწერე კომენტარებში და მე ვეცდები რომ მაქსიმალურად გიპასუხო. დღეისათვის სულ ეს იყო, აბაჰე და აბაჰოთ, შემდეგ შეხვედრამდე.